ეგ ჩვეულებრივი მექანიზმია ფსიქოლოგიური. ოღონდ არ ახარ ქვეყნით უკმაყოფილო ხარ, ან დემონსტრაციას აწყობ, ან ემიგრაციაში მიდიხარ. ყოველთვის ორი გზა, როცა შენ შედიხარ კონფლიქტში. თუ გონია რომ მოერევი, აი სიტყვაზე კარებში არ გიშვებ, ხო, გასვლა გინდა. თუ იფიქრებ რომ მომერევი და გახვალ, რა თქმა უნდა ამას დაიწყებ ცდელობას, თუ მიხვდები რომ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ავტომატად და რაღაცა მიჭირება, ეცდები რომ ფანჯიდან წახვიდე. ჩვეულებრივი მომენტია, ასე რომ ფსიქოლოგიური მექანიზმი ერთ და იგივეა, რა განრიდება არის გასვლა კონფლიქტიდან, როცა არ გინდა კონფლიქტის შესვლა. დიახ. წარმოვიდგინეთ ისეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანური ურთიერთობების სამეგრელო იქნება პარტნიორული არ აქვს მნიშვნელობა, არ გამოდის ანუ სრულიად ჩაკეტილი ვართ მეორე ადამიანის. მაგრამ არც ინტრაპერსონალური კომუნიკაცია არ გამოდის სამართლებრივად. მაგ მომენტში რა ხდება? აი მაშინ თუ ამ ლექციის მერეც არ გამოგდის, მოდით ჩემთან პირდაპირ და კიდე გავიმეოროთ რაც კი. კი ბატონო გისმენთ. ჯერს ერთი სიტყვა ამაკი თავისთავად ცუდი არ არის. ცოტა სხვა რაღაცა უნდა ეგონოთ. ამპარტავანი ალბათ. ხო? კი ბატონო, თუ არ ხართ ეგეთი და თქვენ ეს პრობლემა გაქვთ, რომ არ ხართ ეგეთი, ესე იგი თვითონ ეჭვიგეპარებათ, რომ ცოტა ხართ ეგეთი. ეხლა გეტყვი რატომ? იმიტომ რომ თქვენი მეგობრები რო ფიქრობდნენ, რომ თქვენ ჟირაფი ხართ, თქვენ არ დასვავდით აქ კითხვას, რომ რა გავაკეთო, რომ მე უთხრა, რომ ჟირაფი არ. არის კი ბატონო, არის ქცევაში და მოქმედებაში, სადაც თქვენგან ეგ ინფორმაცია იკითხება. მე ესე ვერ გეტყვით, მაგრამ ცოტა დიდი ხანი რო გიყუროთ, მე გეტყვით, სად შეიძლება ეგ ინფორმაცია. ნახე, ისე მოვიქცევი და ის რაღაცას ვიტყვი, რომ გავაჩინე ეგ სტაბილება, ხო? ეგ არის გამოსაკვლევი, სად არის ეგ მომენტი. თქვენ ტოვებთ, მიხვდით, ტოვებთ ეგეთ შტაბილებას. თუ ბევრი გეუბნებათ, ესე იგი თქვენგან კითხულობენ ამას, ესე იგი რაღაცას აკეთებთ ისეც. არის ხოლმე კატეგორიული მსჯელობები, რომელიც ეგეთ შტაბილებას ტოვებს. ახლა როგორ არის? თეთრია, შავია, მიუღებელია, სწორია და ახლა შეეშინდა ადამიანს, ხო? შეიძლება ესეთი ვარდნი. შეიძლება გარეთა ინფორმაცია რა არის? ხელის მოძრაობიდან დაწყებული იყო, სადღაც არის, თუ ეს ბევრს რჩება სტაბილობა, უნდა გაანალიზოთ ქცევაში რა არის ეგა. მაგრამ შეიძლება ამას აღმოჩენა. იგივე მეგობარს რომელმაც გითხრათ, რომ ამპარტავანი მეგონე, მოდი თუ რაღაცა მეგონე ამატი, უთხარი, რომ აი პირველად როდის გაიფიქრე და რატო. დაგეხმაროს. შეიძლება არ ახსოვდეს, მაგრამ გაახსენებინე და გეტყვის. მე მეორეს კითხე და მიხვდები, სად კითხულობენ ეგენი რომელ თვისებაში. და всё ამაგდები იმ თვისებას, არ არის ეგ ძნელი პრობლემა. თუ მოვინდომეთ, რომ გავარკვევ. დიახ. თქვენ ლიფტით დადიოდეთ მე-10 სართულზე და არ გინდოდათ მე-10 სართულზე ასვლა, ასეა? დაახლოებით. მიზანი მიღწეულია, მაგრამ არ გინდოდათ? რა არ გვინდა? მაგრამ დაგვიანებულად. ხო, მე დაგვიანებულად არის მიზანი მიღწეული, რა პრობლემაა? აღარ გვინდა? შეგიძლიათ უარი თქვათ. ავედი მე-10 სართულზე, იმიტომ რომ მინდოდა კარებზე დამეკაკუნებინა, ჩავთვალე რომ დაგვიანებული, აღარ დავაკაკუნებ და წამოვა. პრობლემა რაში? თქვენ ცუდად რატო უნდა იყოთ? რა მოხდა მერე? უყურე, ნებისმიერ თქვენი გადაწყვეტილება, უყურეთ, უნდა იყოს თქვენთვის კარგის მომტანი, ხო სწორი ვარ? აი, სხვანაირად მოვყვები. ერთი ადამიანი მერეკავს ახალგაზრდა ქალი, მეუბნეო ვიღაცას ხვდებოდიო, 2 თვეა გადავწყვიტე რომ აღარ შევხვდეო და ძალიან ცუდად ავარო და შეგიძლიათ მიშველოთო? მეუბნები კი, როგორო? შეცვალე გადაწყვეტილება. ადამიანო, თუ გადავწყვიტე რომ აღარ უნდა შეგხვდე, უნდა ვიყო კმაყოფილი, იმიტომ რომ ნახე,
სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ხო? მაგრამ თუ გადავწყვიტე რომ აღარ უნდა შეგხვდე და ორი თვეაც სუდადა ვარ. რას იღებ გადაწყვეტილებებს, რომელთაც სუდად ხარ გამაგებინი? სხვათაშორის ძალიან დიდი მადლობა გადამეხადა, რა ადვილი ყოფილა. საკუთარი გადაწყვეტილებით სუდად ყოფნა არ გამეგი.